მოვიდა რუბრიკის დრო, რომელსაც ქვია კითხე ექიმს. ეს რუბრიკა ძალიან კარგ საშუალებას აძლევს ჩვენს მაყურებლებს, რომ მათთვის საინტერესო სამედიცინო საკითხი აირჩიონ და დაგვისვან შეკითხვა და ამას ჩვენს Facebook გვერდზე ახერხებენ და მოდით ამოვიკითხოთ ახლა ჩვენი მაყურებლის კონკრეტული შეკითხვა. გამარჯობა, ვარ 26 წლის. მყავს 4 წლის შვილი. ძალიან მინდა მეორე ბავშვის გაჩენა, თუმცა პირველი ორსულობის დროს დამიდგინდა თრომბოფილია. გთხოვთ ისაუბროთ, რამდენად შეიძლება ჩემთვის ბავშვის გაჩენა და ისევ დავდგები თუ არა იგივე პრობლემის წინაშე. ასეთია ჩვენი მაყურებლის შეკითხვა, თუმცა სანამ კონკრეტულ პასუხს გავცემდეთ კონკრეტულ ჩვენს მაყურებელს, მანამდე რა თქმა უნდა ვისაუბროთ თრომბოფილიის შესახებ, იმიტომ რომ არასდროს არ გვისაუბრია და რას გულისხმობს ეს დიაგნოზი არ ვიცი. მინდა თრომბოფილია ეს არის დაავადება, როდესაც სისხლის ძარღვის კედელში ადვილად ხდება თრომბის წარმოქმნა და ასევე იქ არის შემადედებელი სისტემის დისფუნქცია და ვერ ხდება ხოლმე დაშლა წარმოქმნილი თრომბების. აი რომ წარმოვიდგინოთ, ხო? ანუ ჩვენი სიზარღვის კედელი. დიახ. და აი აქ გავიჯერი. კი. ხო, დამთავრდა. ანუ შიგნით ეს თრომბოციტები, ხო, რომ მოვლენ აქ, იმ წამსვე ააშენებენ თრომბს და დაკეტავენ ამ სიზღვარს. მერე ეს თრომბი, თუ კანის ზედაპირზე არის და ასე შემდეგ, ანუ იქ ჩანაცვლება ნაწიბურა ფიბრობლასტით და მოკლედ შექმნის შრამს, ნაწილი. ფუფხი. რომლის ქვეშაც წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ქსოვილი. გააჩნიათ დაზიანების უბანს, თუ ცოტა არის შეუძლია ჩაანაცვლოს ისევ იგივე ენდოთელიალური ქსოვილით, თუ დაზიანების მასშტაბი დიდია, შექმნის ისეთ მყარ ნაწიბურს. მაგრამ ეს არის მექანიკური დაზიანების დროს უშუალოდ ზედაპირის, ისე ვთქვათ რა. როცა ხორცდება, მე ის რეკანალიზაციას აკეთებს, ანუ იშლება უკვე სხვა ფერმენტები რომ მიხვდება ჩვენი ორგანიზმი, რომ საფრთხე გადასულია და ასე შემდეგ, მე დაიწყეს ამ თრომბის დაშლას. მაგრამ მეორე არის, როდესაც არის სანათურში დაზიანება, ანუ აი ეს თვითონ ამ მილში, მისი დაზიანების შემთხვევაში, ხო, ის წარმოქმნის ან მცირე ზომის თრომბებს. ხო, ანუ ეს დაზიანება რატომ შეიძლება კონდეს? მაგალითების გამო, ათეროსკლეროზის გამო და ასე შემდეგ. ეს პატარა თრომბები ავიწროვებენ სანათურის დიამეტრს, ხო? შესაბამისად, აქ იქმნება მილში მაღალი წნევა და ეს ამ წნევამ შეიძლება განდევნოს ეს თრომბი, მოწყვიტოს ესე რომ ვთქვათ. კი, რა ეძახიან თრომბი მოწყვეტს. არტერიებში საკმაოდ იშვიათად ხდება თრომბოზი, ძირითადად ეს ვენური თრომბები არის, ასევე გულში შეიძლება წინა გულებში მოხდეს თრომბი და ამან შეიძლება თავის ტვინის შემთხვევაში, ხო, სადაც დიდი დიამეტრის მილს ვერ დაკეტავს, ხო, მაგრამ სადღაც ხო მივა დავუშვათ ეს ზომა იმ წვრილამდე, სადაც დაეხშობა, ხო? ამიტომ მას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შემთხვევაში ინსულტი, ხოლო თუ გულის მომარაგების სიზარღვებში, კორონარებს ვეძახით, ჩვენ იქ მოხდა ეს თრომბოზი, მაშინ შეიძლება ინფარქტი განვითარდეს. ამიტომაც არის საშიში თრომბების წარმოქმნა. თრომბების წარმოქმნა საშიში არის და ძირითადად თრომბები წარმოიქმნება ვენურ სისტემაში, ანუ არა არტერიულში. ფილტრში ხო არის თრომბი ხო? ეს კიდე ფილტრის თრომბი ეს არის ძირითადად ან ქვემოკიდურიდან წამოსული, ან მუცლის ვენაკავა, ანუ ვენური თრომბი არის, რომელიც გულს გაივლის და ფილტრის არტერიას და არტერიის თრომბოზი უფრო იშვიათია ხოლმე, ვიდრე ვენური. როდესაც ლაპარაკობთ დაავადება თრომბოფილიაზე, ეს მდგომარეობა ითვლება საშიშ მდგომარეობად, ვინაიდან საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყებას. უმეტესწილად ეგრეთ წოდებული თრომბის წარმოქმნა სიძარღვის კალაპოტში, განსაკუთრებით ვენურ სისტემაში უფრო მეტად პროცენტულად არის ქვემოკიდურებზე, შემდეგ ნაწილდება ზემოკიდური და შემდეგ უკვე მცირე მენჯი. ახლა რა მაინტერესებს, რატომ წარმოიქმნება თრომბოფილია? ანუ რა აქვს რამე მიზეზი, რის გამო შეიძლება გაჩნდეს? როგორც ნებისმიერ დაავადებას, ასევე თრომბოფილიასაც გააჩნია თავის რისკ ფაქტორები. პირველი ეს არის სიმსუქნე, მეორე ეს არის შაქრიანი დიაბეტი, მესამე ეს არის ორსულობა, ადინამიური ცხოვრების წესი, წეველობა, ორალური კონტრაცეპტივების მიღება, ტრამვა,
ანუ ასევე ხანგრძლივი მწოლიარე პაციენტებში უმეტესად სანამ მოხდება აქტივაციის პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს ეგრეთ წოდებული თრომბები და თრომბოემბოლიები, ასევე სიმსივნური პათოლოგიების შემთხვევაში, მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა და ასე შემდეგ. ან ნუსხა თრომბოფილის განვითარების არის უამრავი. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ანუ საწყის ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეს დაავადება კლინიკურად არანაირად არ არის გამოვლინებული, ანუ არაფერ არ აწუხებს ამ ადამიანს და უკვე ჩდება ხოლმე როცა აი თრომბის წარმოქმნისკენ მიდრეკილი, ანუ კლინიკურად როცა რაღაც რო შეუშვება, შეაწუხებს ასე. მაშინ წავა ფიქრი ხომ არ არის ეს და ორნაირი შეიძლება იყოს, ანუ შეიძლება იყოს როგორც ანუ თანდაყოლილი ასევე შეძენილი. ორსულებში და ნამშრომლიან ქალბატონებში გარკვეულ პროცენტში ვითარდება ეგრეთ წოდებული თრომბოემბოლიები. სწორედ უმეტესი პროცენტი თქვათ თრომბოემბოლიების განვითარების წარმოადგენს დიაგნოზ თრომბოფილიას. ანუ ორსულებში ეს გარკვეულწილად ანუ ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვასთან საშვილოსნოს ზომის დასთან არის კავშირში, იმიტომ რომ ის უბრალოდ მექანიკურად აწვება გარეთ თეზოს არტერიდან ბარძახის არტერიდან გადასვლას, რაც მექანიკურად იწვევს ანუ სანათურის მოძღვრებას ესე ვთქვათ რა. და იმიტომ არის ისედაც ორსულებში ფეხები შეშუქება. ამიტომ ქვია ფეხმძიმეები. ქვია ფეხმძიმეები. ამიტომ კიდევ ვთქვათ რომ ვარჯიშს ძალიან მნიშვნელობა გორსულობის დროს. კი, ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რა თქმა უნდა მართვა ზოგადად. ზოგადად განვიხილოთ როგორ შეიძლება თრომბოფილიის მართვა და ჩვენს მაყურებელსაც რომელმაც მოგცვა ინსპირაცია ასე ვთქვათ ამ თემაზე საუბრისა, მასაც გავცემთ პასუხს რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც შემოვლენ ჩვენი სტუმრები. ჩვენთან დღეს სტუმრად გახლავთ პათომორფოლოგი, ციტოლოგი, ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი პროფესორი ნინო მუსერიძე და ასევე მიანგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ორსულობის და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი დაკა კაპანაძე. მოგზავნით ნინო დაკა. მოგესალმები. ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობთ და განსაკუთრებულად გვისმენს ჩვენი მაყურებელი, რომელმაც მოგცა ამ თემაზე, ესე ვთქვათ, დაკვეთა და ჩვენც ვასრულებთ ამ დაკვეთას. თრომბოფილის განვითარების მიზეზებად რა შეიძლება ჩაითვალოს? თრომბოფილი არის დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს გენეტიკური ხასიათის და გადადის მემკვიდრეობით და შეიძლება იყოს შეძენილი ხასიათის. ეტიოლოგია თუ რატომ არის და რატო ვითარდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ეს აბსოლუტურად უცნობია, თუმცა ვიცით ძალიან კარგად მისი მექანიზმი თუ რას აშავებს ის. და რაც ყველაზე მთავარია ჩვენს პაციენტს სმენია, რომ არის თრომბოფილია, რთული დაავადება, რომელიც გამოვლინდება შეიძლება ახალგაზრდა ასაკში თვითნებითი შეწყვეტილი ორსულობით, ანუ თვითნებითი აბორტით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თulis რომ ეს არის სკრინინგული მეთოდი, რომ ყველა აბსოლუტურად გამოვიკვლიოთ და გაუშვათ თრომბოფილიის სამკურნალოდ და ეს ასე არ არის. ანუ არსებული თვითნებითი აბორტის მიზეზი შეიძლება იყოს, რომელიც აღმოაჩინოს ზუსტად აი ამ უსიამოვნო ამბის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ და ქალბატონი დაკა დამეთანხმება, რომ შეიძლება ჩვენ თრომბოფილია გენეტიკურად გქონდეს და ახალგაზრდა ასაკში აბსოლუტურად პრობლემის გარეშე გავაჩინოთ შვილი, მაგრამ ასაკთან ერთად, რა თქმა უნდა, პრობლემა ღრმავდება და შესაბამისად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ მეორე შვილს გავაჩენ, იმიტომ რომ პირველი შვილის შემთხვევაში თურმე აღმომაჩნდა თრომბოფილია, ჩვენ შეიძლება 17, 18 21-22 წლის ასაკში აბსოლუტურად პრობლემის გარეშე გავაჩინოთ შვილი, მაგრამ შესაძლებელია 30, 31 და ასე შემდეგ ასაკში უკვე თრომბოფილიამ თავისი გამოვლინება გამოაჩინოს შეწყვეტილი ორსულობის სახით, მაგრამ არ შეიძლება ყველას სკრინინგულად უკეთოთ, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ერთი ძვირადღირებული ტესტებია, მეორეც ერთი ყველას თრომბოფილია არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო პროტოკოლი მტკიცებითი მედიცინის თანახმად არ მოითხოვს, რომ ყველა ქალს შეწყვეტილი ორსულობით ჩაუტარდეს სკრინინგი თრომბოფილია. რა თქმა უნდა, არის გამყოფილი ჯგუფები,
სადაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ყველაზე მთავარი პრობლემა დღესდღეობით არის ეს ნამდვილად, რომ მკურნალმა ექიმმა, პრაქტიკოსმა ექიმმა გამოყოს ეს რისკ ჯგუფი პაციენტებისა, არ გაეპაროს თრომბოფილიის დიაგნოსტიკა, ვინაიდან და რადგანაც სამწუხაროდ თრომბოფილია არ იწვევს მარტო შეწყვეტილ ორსულობას ადრეულ ვადებზე, მან შეიძლება გამოიწვიოს გვიან ვადებზე, ისეთი ძალიან ტრავმული მდგომარეობა, რასაც ქვია მკვდარშობადობა, გვიან ვადებზე გამოიწვიოს სასიცოცხლო გართულება ორსულ ქალში, პრეეკლამპსია. დიახ, და რაც ყველაზე ცუდი და განვითარებულ ქვეყნებშიც კი ძალიან დიდ ციფრს შეადგენს, ეს არის ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლოგინობის ხანაში განვითარებული თრომბოემბოლია, რომელიც განვითარებულ ქვეყნებშიც კი დაახლოებით 10%-ს აღწევს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა, პრაქტიკოსი ექიმების ამოცანა არის სწორად შეფასდეს რისკ ჯგუფი პაციენტის, სადაც უნდა გაკეთდეს ეს ანალიზი და უნდა ჩატარდეს თრომბოფილიაზე სკრინინგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა, იმიტომ რომ თრომბოფილია არის ახალი დაავადება და არის ძალიან ჰიპერდიაგნოსტიკა, ანუ ყველაფერს თრომბოფილიას ეძახიან. არ არის ეს ასე, საბედნიეროდ ეს არ არის ხშირი დაავადება, იშვიათი დაავადება და ევროპული მოსახლეობის საერთო პოპულაციაში შეადგენს დაახლოებით 6-7%-ს. ახასიათებს თუ რომ დაშვით სხვადასხვა ფორმებით დემონსტრირება და ასევე დიაგნოსტიკა ახსენეთ ძალიან ხშირად და ძალიან ისეთი ძვირფასი ტესტებიო და როგორ ხდება? მე კიდევ ვიფიქრე უბრალოდ ერთი ტესტია სიხრის მიერი თქო და ან მარტივად პირველ რიგში აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენება გენეტიკური თრომბოფილიის და აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენება შეძენილი თრომბოფილიის დიაგნოსტიკის. აი ორსულ ქალში თუ რატო უნდა გავაკეთოთ რუტინულად ამაზე ტესტი, ერთადერთი ჩვენება არის დამძიმებული ოჯახური თრომბოტიკური ანამნეზი. როდესაც ქალი მოდის და ის გეგმავს ორსულობას, ან კიდევ უკვე ორსულია და პირველად არის ჩვენთან ვიზიტზე და ის ამბობს, აღნიშნავს ანამნეზის შეკრების დროს, რომ აი ჩემი ოჯახის წევრებს პირველი ხაზის ნათესავს 50 წლამდე გადატანილი აქვს თრომბოზის ეპიზოდი. ეს უკვე ჩვენ გვალვალდებულებს, რომ ეს პაციენტი შევაფასოთ გენეტიკურ თრომბოფილიაზე, ვინაიდან და რადგანაც ორსულობისას ის ცვლილებები, რაც ხდება სისხლის შემადედებელ სისტემაში, ის მექანიკური ცვლილებები, რაც არის გაზრდილი საშვილოსნოს სუწყიდან გამოწვეული, ის ჰორმონალური ცვლილებები, რაც ცვლის სანათურის ელასტიურობას, ხო, გულისხმობს სიზარს სანათურის ელასტიურებას და რის შედეგადაც დგება ჰიპერკოაგულაცია, ანუ სისხლი დედდება და ეს არის ნორმა. ორსულობის დროს სისხლი უნდა შედედდეს. პირიქით, ქალთან რომელთანაც ორსულობის დროს სისხლი არ დედდება, ასეთი ქალი ჩვენ გვეშინია, რომ მშობიარობის დროს შეიძლება მას ჰქონდეს სისხლდენა. და ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ამ ფიზიოლოგიურ პროცესს, მაგრამ როდესაც გვაქვს ანამნეზი, რომ აქ ოჯახური ანამნეზია დატვირთული და შესაძლებელია იყოს თრომბოფილია, აი ეს ფიზიოლოგიური პროცესი ორსულობის ნებისმიერ ვადაზე შეიძლება გახდეს პათოლოგიური. ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ ვიცოდეთ ასეთ პაციენტებში მათ აქვთ თუ არა თრომბოფილია. ჩვენი პაციენტი გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ჩვეულებრივი პაციენტი, გაცილებით უფრო მაღალი ასაკის არის, უფრო დამძიმებული ანამნეზის არის და შესაბამისად მათ ვისაც პრაქტიკულად ერთი ან ორი შეწყვეტილი ორსულობა აქვს, აუცილებლად უკეთებთ ყოველთვის და ყოველთვის კონსულტაცია არის ინვიტრო პაციენტს გულისხმობ, ინვიტრო პაციენტში. თან ნახეთ ჩვენ ვნიშნავთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ასევე იწვევს ჰიპერკოაგულაციას, ეს არის ნორმალური, მაგრამ მათთან ვისაც აქვს უკვე დამძიმებული ანამნეზი, აქვს თრომბოზის დაუშვათ რისკი, თუნდაც ანამნეზში, ინფარქტი გადატანილი, ინსულტი ოჯახში, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ დაუშვათ ამ ტესტებს. დღევანდელ დღეს მართლა ყველა შეწყვეტილ ორსულობას რატომღაც სამწუხაროდ პაციენტი უწოდებს თრომბოფილიას და ჩვენ კიდე ყოლია ესეთი პაციენტი, რომელსაც პრაქტიკულად არც ერთი ის პრეპარატი არ სჭირდება, რომელსაც დაუშვათ თვითონ იმიტომ რომ თრომბოფილიის დროს ინიშნება და იმიტომ რომ ეშინია რომ ვაი და შეწყვეტილი ორსულობა არ ქონდეს, მათ დაკარგეს საშვილოსნო
მძიმე პრეეკლამსიით შევიდნენ, აი ბატონ ლევანი დამეთანხმება რეანიმატოლოგია და მას ჩვენი ორსულები ძალიან ბევრი ყავს და ძალიან ბევრი ორსული შედის სწორედ ესეთი გართულებით, მარტო იმიტომ, რომ ეშინიათ, მარტო იმიტომ, რომ თვითნებურად ძალიან ხშირად ანტიკოაგულანტები ეკეთებენ და ძალიან ბევრ შემთხვევაში ძალიან სავალალო მიზეზამდე მივდივართ შემდგომ და გამათხელებელია რეალურად, რომელსაც იკეთებენ ინექციის სახით. ამიტომ მაქსიმალურად არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდეს პაციენტმა რა რას ნიშნავს, რომ სწორი დანიშნულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის არის ჩატარებული კვლევა. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული, უკვე რო ორსული მოდის და შესწრებულად იწყებ, რომ აი მოასწრო და რაღაც დაუნიშნო და გადაარჩინო, ეს ყოველთვის არის ცუდი. პროგნოზი ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ როდესაც უკვე გვაქვს ანამნეზი და ვიცით, რომ ეს ქალი გეგმავს შემდეგ ორსულობას, რა თქმა უნდა, ჯობს, რომ სანამ დადგება ორსულობა, მანამ ჩატარდეს ეს ტესტი. თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, აი რატომღაც ძალიან პოპულარული გახდა, რომ თრომბოფილიას პირობებში პაციენტები იწყებენ წინასწარ მომზადებას ორსულობისთვის. ეს აბსოლუტურად არასწორია, ამას არ მოგვიწოდებს არც ერთი საერთაშორისო პროტოკოლი, არ არსებობს თრომბოფილია, ძალიან უიშვიათესი ფორმა, რომელიც 0.1%-ია საერთო პოპულაციაში გავრცელებული, რომელიც წინასწარ მოითხოვს ქალბატონის ორსულობისთვის მომზადებას. დიაგნოსტიკა სანამ დადგება ორსულობა, მკურნალობა ორსულობის დადგომისთანავე. როგორია მკურნალობა და ეს არის თუ არა საჭირო მთელი ორსულობის განმავლობაში, ეს რაღაც ზედამხედველობა და რაღაცა კონკრეტული მკურნალობა. ძირითადად ეს არის ანტიაგრეგანტები და ანტიკოაგულანტები, ანუ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ანტიკოაგულანტი, ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხელებელი. რაც შეეხება ამ პრეპარატების დანიშვნას თრომბოფილიის გამო, კლასიფიკაციის მიხედვით, თუ რა ფორმის თრომბოფილია გვაქვს, თუ ჩვენ გვაქვს მაღალი რისკის თრომბოფილია, რა თქმა უნდა, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მთელი ორსულობის მანძილზე და არა მარტო ორსულობის მანძილზე, მთელი ლოგინობის ხანაში, რომელიც 42 დღე გრძელდება. თუ ჩვენ გვაქვს დაბალი რისკის თრომბოფილია, ჩვენ გვეძლევა და თუ არის დამატებითი რისკები, გასაკი, სიმსუქნე, ინვიტრო ორსულობა, ტყუპი ნაყოფი, ქრონიკული დაავადება, როგორიც არის არტერიალური ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასის შემდგომ, ამ რისკ ფაქტორებს ვაჯამებთ და წყდება. პირველ ტრიმესტრში ვიწყებთ მკურნალობას, მეორე ტრიმესტრში თუ მესამე ტრიმესტრში, ანუ ყველა ფორმის თრომბოფილია არ მოითხოვს მთელი ორსულობის მანძილზე ანტიკოაგულანტის და ანტიაგრეგანტის მიღებას. კარგით, რასაც გავიგებთ, რასაც ელოდება ჩვენი მაყურებელი, მისი კონკრეტული შეკითხვა ნინო და დაკა ვუპასუხოთ მასაც. მან თქვა, რომ ერთი შვილი გააჩინა და თრომბოფილიის დიაგნოზი ჰქონდა და ძალიან უნდა მეორე შვილი. რას ვეუბნებით? უნდა გააჩინოს. მეორეც, მესამეც და მეოთხეც. და გაუმეორდება თუ არა იგივე, დაუშვათ რაც პირველ ორსულობისას გაიარა. მე მყოლია ესეთი პაციენტები, ანუ პირველი ბავშვიც გაუჩენიათ, მეორე ბავშვიც გაუჩენიათ, რა თქმა უნდა, დანიშნულება ყოველთვის არის, ჩართულობა ყოველთვის არის ჰემატოლოგის და რა ვიცი, გართულების გარეშეც მისულან. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, რომ რადგან ნახეთ, როცა არის თრომბოფილია, ჯობია მივაყოლოთ ეს ბავშვები და 45 წლის მერე, დავიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ აი 10 წლის მყავს ერთ პირველი შვილი და მაგალითად 10 წლის შემდეგ გავაჩინო მეორე, კი, აქაც შეიძლება გავაჩინოთ, მაგრამ ნახეთ ასაკს. იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ შეიძლება თრომბოფილია საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ ასაკობრივ ჯგუფში, ანუ 45+, როცა ჩვენთან იწყება ჰიპოესტროგენული ფონი და ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს რისკები თრომბოზის, ისედაც ყველანაირი გენეტიკური თრომბოფილიის შემთხვევის გარეშე. თუ გვაქვს 2 წელზე მეტი უშვილობის დიაგნოზი
დაგვჭირდება ჩარევა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, ჯობია გამოვიყენოთ უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულ ჩვენს ერთგულ მაყურებელსაც დავუკმაყოფილეთ მისი ინტერესი და ჩვენიერი ნებართვა გავეცით ამ ეთერის საშუალებით, რომ რა თქმა უნდა, უნდა იყოლიას 2 და მეტი შვილიც, თუ კი მას სურს, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა თრომბოფილია ამ კონკრეტულ პირველი ორსულობის დროს და ამ ჩვენს მაყურებელთან ერთად დანარჩენ საზოგადოებასაც არაჩვეულებრივი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემასთან დაკავშირებით. არის ძალიან იშვიათი ეს დაავადება, მაგრამ თუ კი არის, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა, სწორი მართვა და შემდეგ იმ ყველაფრის დაგეგმა, რაც გაქვთ გეგმაში. უბრალოდ კარგი მართვის ქვეშ, ხო? სწორად გავიგეთ ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან.